არ მჯერა ხოლმე ხანდახან ამისი აი ძილის წინ გავხსნილ ხოლმე შევხედავ ამ პირბიტას დილით გავიღე კიდე შევხედავ რომ ეს არის ერთი თითო ეგზემპლარი ეს არ ყოფილა გამოცემული და დარიგებული და ვიღაცის სახში კიდე შეიძლება იყოს ასე ხო, ეს არის რაშორერა, გურული სიმღერა, რომელიც სულ ახლახანს შევიტყვეთ ფაქტობრივად ამ სიმღერის შესახებ. ეს სიმღერა ფაქტობრივად, პირველად ვისმენთ, შეგვიძლია ვთქვათ. და ამ გუნდისგან გამომდინარეც, თავისთავად რასაკვირველია. ეს არის ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიკალური ჩანაწერი, იმიტომ რომ ეს სიმღერა ფაქტობრივად ჩვენ არ ვიცოდით როგორც ხმით რა, რომ გაგვეგოთ ორი სიტყვერად შეიძლება გაგებული გქონდა. ეს არის როგორც ეძახენ, შეიძლება ვთქვათ ფეხის ასაწყობის სიმღერა, მგზავრული. იმღერება ორ გუნდად და ასრულებს სამუელ ჩავლეშვილის გუნდი. ჩაწერილია 1909 წელს ქალაქ ქუთაისში. 1909 წელს, 1908 წელს ქუთაისში იხსნება გრამოფონის მაღაზია და იქ უკვე იწერება სამუელ ჩავლეშვილის გუნდი 1909 წელს სექტემბერში. აი ეს ჩანაწერები იყო რაღაცა სიწმინდესავით იყო ამ სფეროში, იმიტომ რომ მეტი არ გქონდა ჩვენ ეს ჩანაწერი რო არ ჩაეწერა ლონდონურ ამ კომპანიას, ჩვენ ლეგენდის დონეზე გვეცოდინებოდა სამუელის მხოლოდ სახელი. და მოკლედ სწავლობდი მე ამ სამუელს მაქსიმალურად ვცდილობდი მეტი ამბავი გამეგო, სხვა წიგნებიდან შემეკრება ინფორმაცია, თუ ვინმეს ახსოვდა დღესდღეობით სხვა ექსპედიციებში, ესე იგი ვკითხულობდი მის შესახებ და სრულიად შემთხვევით ეხლა ისე მოხდა რომ ესე გადავეყარე სრულიად ძალიან დიდი ბოდიში რო ხმარობ სრულიად უნიკალური, მაგრამ ფაქტია რომ სრულიად უნიკალური მოკლედ ჩანაწერები სამუელ ჩავლეშვილის, რომლის შესახებ ცნობას კი არ გქონია, თუ მას ეს სიმღერები საერთოდ ჩაწერილი ჰქონდა. შემდეგ დაუკავშირდი ბრიტანეთში კომპანია გრამოფონს და მათ დამაკავშირეს სხვა ექსპერტებს, შემდეგ რამდენიმე ექსპერტი ჩემითაც მოვიძიე და ყველა ერთმანეთ აღნიშნავს, რომ ეს არის სრულიად უნიკალური გულისხმობ იმ ხრივ, რომ არის ერთადერთი ეგზემპლარებია ესენი, ფაქტობრივად, ესენი არის ტესტ პრესი ერთგვარი, რომელიც ესე იგი ჩაიწერეს, მოусმინეს და აქედან გამომდინარე შემდეგ აარჩიეს თქვა ეს სიმღერა ყოფილიყო, ეს სიმღერა არ ყოფილიყო. იმას თავი მოჭროდა, იმას ბოლო მოჭროდა და ჩამოჭროდა და ასე შემდეგ. ამ ორ ფირფიტაზე, ანუ ჩაწერილია 3-6 სიმღერა, რაშორერა, შვიდკაცა, ახალი ვარიანტი, რაც ვთქვი, მგზავრული, რომელსაც აქ ჩანაწერებში ტაშიან სიმღერას ეძახიან, ერთი ტაშიანი სიმღერა თქვიო და მე ეგ მოსდევს და ერთ მხარეს, აი ახლა რასაც ვისმენდით, აქ არის ჩაწერილი 3 სიმღერა. 2 მრავალჟამიერი, ერთი ჩვეულებრივი, ერთი მოკლე მრავალჟამიერის სახელით ცნობილი და მესამე მადლობელი. ანუ ფაქტობრივად და ახალი სიმღერა ეს ეგრეთ წოდებული ტაშიანი სიმღერა და 2 მრავალჟამიერი ვიცოდით და რაშორერა, შვიდკაცას ახალი ვარიანტი და მადლობელი ესენი არის სრულიად ახალი რაშორერა ახალი სიმღერა შეგვიძლია ესე ვთქვათ და ის ორი კიდე სრულიად ახალი ვარიანტი ამ გუნდის მიერ შესრულებული. სრულიად ახალი არის აი ეს შვიდკაცა, რომელსაც დასაწყისში ეს ვარლამ სიმონიშვილი ამბობს, სწორედ ასე მიმართავს, რომ ძველებური ვახტანგური თქვიო. ძველებური ვახტანგურა, შვიდკაცა რომ არის დამოწახე. სამუელ ჩავლეშვილი იყო ადამიანი, რომელსაც გურული სიმღერა გარდაქმნა. ფაქტურად რევოლუციონერი იყო გურულ სიმღერაში. სამუელამდე ვიცით, რომ გურული სიმღერა იყო შედარებით მარტივი და სამუელმა გაართულა ეს სიმღერები. ჩვენ ვიცით არაერთი მისი თანამედროვე მომღერლისგან დადასტურებული ცნობა, რომ სამუელი უსმენდა ჩიტებს, ესე იგი სასტონები ჰქონდა და დილით უსმენდა ამ ჩიტებს და შემდეგ მათი ესე იგი გალობა გადაჰქონდა სიმღერაში. მელოდია რო დავიწყებოდა ჩონგურზე უკრავდა და შემდეგ გადაჰქონდა სიმღერაში. ჩვენ ამის დემონსტრირებების შეგვიძლია თქვა ზოგიერთ სიმღერაში როგორ არის ეს ჩიტის გალობა როგორია და როგორ არის შემოტანილი გურულ სიმღერაში. ჩიტის ჭიქჭიქი დაახლოებით ყველას გაგვიგია
ანუ ესე ჩხარტვი მაგალითად ამას ჭიკჭიკებს 24 საათი დილიდან რო დაიწყებს და სამუელმა ადგა და მე რუსულში შეიტანა და წავიდა და ანუ შეხედავ სამღერისები გურულია მოძრაობები ჰარმონიაში შეჯდება შუახმასთან და ბანთან რომ ეს არის თვითყოფადი ამ მუსიკისთვის ხო არა და არის ჩიტის ჭიკჭიკიდან გადმოღებული ამბავი ხო აი ეგეც სამუელი აქ არის ორი ფოტო თვითონ სამუელის ეს საკმაოდ ესეთი ძველი ფოტოა მისი ნუ ესეც მაგრამ ეს რეპრინტია ზანსრობილი ის არის რა ქვია ფაქტი რომ სამუელმა ერთი სიმღერა წამოკრული 51 ჯერ დაატრიალა განსხვავებული ვარიანტები ნუ ამ კაცს ჰქონდა რაღაც უზადო ესე იგი მუსიკალური აზროვნება ნუ აი ესეთი გენიალური ესე იგი მომღერალი იყო და არა მხოლოდ ის მთელი მისი გუნდის წევრები იყვნენ სათითაოდ აღებული ნუ აი უნიკალური მომღერლები ერთი გურული მანდობელი ცუცი კარგი მადლობელს რომ თავდება ვარლამ სიმონიშვილი აცხადებს გვარებს ვაშა ჩავლეიშვილო ჩხიკვიშვილო და სიმონიშვილო თავის თავსაც მაშინ გაყავს ნუ აქედან ვიგებთ რომ ასრულებს პირველი ხმა სამუელ ჩავლეიშვილი მეორე ხმა სამუელ ჩხიკვიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი ბანი ვაშა ჩავლეიშვილო ჩხიკვიშვილო და სიმონიშვილო ვაშა ხო ესენი რომ ღეროდნენ ეს ძველი ხალხი მათთვის ეს იმპროვიზირება ბუნებრივი ის იყო მოთხოვნილება იყო ფაქტობრივად ყოველ ჯერზე ახალ ვარიანტებს მღეროდნენ შესაბამისად მათი ყოველი ნამღერი დასაფიქსირებელი იმიტომ რომ ეს იმპროვიზაციაც საკმაოდ დიდი დოზით იყო და შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველი ახალი ნამღერი შესაძლებელია ვთქვათ რომ ახალი სიმღერაც კი ყოფილიყო ბევრი მეგობარი მყავს რომელიც ყველა გვერდში მიდგას რომ რაღაცა რომ ვეძებ ხოლმე ამ ჩანაწერებს და ერთ-ერთი ასეთი გამორჩეულია ჩემი მეგობარი გიორგი ყველა ბუკინისტიკა ამ სახელით ისრობს და ამით ვახსენებ რომელიც მასაც თუ ჩაუვარდება რაღაცა მიკავშირდება და ან თუ სადმე გადაასდა რაღაცა სანდრო აბა ნახე როგორ და ერთ დღეს Facebook-ზე მომნიშნა ედო გოგიშვილის პოსტზე ედო გოგიშვილიც ასევე იძიებს ასე ძველ ნივთებს და ვნახე ეს ვიდეო, სადაც ფირსაკრავზე რაღაც პატარა ისმის, რა ქვია, სიმღერის ჩანაწერი და ნუ გზავრული ვიცანი იმ წუთში სამუელის და ნუ ვიფიქრე რომ ეს უკვე გამოცემული სიმღერა ახლა ეს ახალი არის. შემდეგ სხვა ვიდეოზე გადავედი და იქ აღმოჩნდა სრულიად მესმის სამუელის ხმა ვიცანი, ვარლამ სიმონიშვილის ხმა ვიცანი და ეს სიმღერა არ მეცნობა და ეს იყო წამები ცუდად მახსოვს, იმიტომ რომ იმდენად ეიფორიაში ვიყავი, რომ რაღაცა მოკლედ ერთი სიტყვით ისე მოხდა რომ შევიძინე ეს ფირფიტები გავაციბრე ჩემი მეგობარი ლევან პატარაიას დახმარებით, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგას და აღმოჩნდა სრულიად უნიკალური სიმღერები. ისე მოხდა რომ ეს ფირფიტები გრამოფონს რო გავუგზავნე, ჩანაწერები არ გამიგზავნია, გავუგზავნე მხოლოდ ფოტოები ამ ფირფიტების და მათ მე მითხრეს ორდღიანი ესე იგი პაუზა აიღეს და ექსპერტების დასკვნა საკმაოდ დიდი დასკვნა გამომიგზავნეს და ისინი ერთხმათ მეუბნებიან რომ ესენი თან ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ თან რაღაც ჩვენსაც არ გავს. გრამოფონის არქივიც ბრიტანეთში არის ძალიან დაინტერესებული უკვე ეს კატალოგები ეს ჩემი ეს ფირფიტების მონაცემები უკვე კატალოგში შეიტანეს მათ ოფიციალურ კატალოგში და მოკლედ ისინიც ძალიან მეხმარებიან რომ მათაც გაარკვიონ რასთან გვაქვს საქმე ზუსტად რა, იმიტომ რომ მათთვისაც სიახლე აღმოჩნდა. გავიგეთ აი ედოს დახმარებით ვისგანაც მე ვიყიდე ეს ფირფიტები გავიგეთ რომ ადამიანს ისეთ იმ ადამიანს ჩაუბარებია ეს ფირფიტები რომელსაც რაღაც ერთ შეკრაში ჩაუბარებია რომელსაც მიწერილი იყო რომ თქვა რაღაცა სახელი ვის ჩუქნიდნენ ამ ფირფიტებს და მოკლედ ეს ცოტა ვრცელი ისტორია ამაზე გამოძიება მოხდა ამ ამბის და დადგინდა ერთი ძველი მომღერლის ფირფიტები და ეხლა მოკლედ ვარ იმის გარკვევაში ამ ძველი მომღერლის შთამომავლებს ვეძებ რომელიც რაღაც არ აღმოჩნდა ადვილი მთლად ხო და ვეძებ და არ ვიცი მათ სახში კიდე თუ რამე ინახება იმიტომ რომ თუ თქვა ჩააბარეს სადმე ალბათ რაც ჰქონდათ იმას ჩააბარებდნენ მაგრამ მაინც მაინტერესებს ესენი საერთოდ როგორ აღმოჩნდა ამ ადამიანთან იმიტომ რომ ვიმეორებ ეს არის ოფიციალური ორგანიზაციის ჩაწერილი ტესტ პრესები რომელიც მოусმინეს იმისთვის რომ გაიგოთ რა იმღერეს ეს არ გამოცემულა საერთოდ ეს არის ფაქტურად უნიკალური ერთადერთი ეგზემპლარებია და ეს ისტორია მოკლედ ძალიან საინტერესოა და რაღაც
არქეოლოგიასავით არის რა, თხრი რაღაც იქ გამოჩნდება ისე. ქართული კულტურის ისტორიისთვის და ზოგადად საქართველოს ისტორიისთვის ეს არის სრულიად უნიკალური, თვითონ ეს ჩანაწერები რაც სამუელის იყო, თავისთავად ცხადია ჩაწერილი და ესენის კიდევ რო შეგვემატა ეს არის თამამად შეიძლება ითქვას რომ საქართველოს კულტურის მონაპოვრად შეგვიძლია შევაფასოთ. ვაშა სამწუხაროდ და ალექსანდრე მაღარაძე, კაი.